შეხვდებიან თუ არა ერთმანეთს პრეზიდენტი ზელენსკი და პრეზიდენტი რუსეთის პრეზიდენტი დიქტატორი პუტინი 2026 წელს. ეს კარგი კითხვაა, თუმცა პასუხია საბოლოო ჯამში ამგვარი არ ვიცით შეხვდებიან თუ არა. თქმა იმისა, რომ აუცილებლად შეხვდებიან, ცოტა არასწორია, მაგრამ თქმა იმისა, რომ არ შეხვდებიან აპრიორი არავითარ შემთხვევაში, ესეც არასწორია. ჯერჯერობით წლევანდელი ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა არის, ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრად უნდა მივიჩნიოთ შეერთებული შტატების პრეზიდენტის ტრამპისა და ჩინეთის ლიდერის სინ ძინპინის შეხვედრა და შეხვედრები. ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს ახლა. გიორგი ლოლაძე, ანალიტიკოსი, რეალ პოლიტიკის ავტორი, ჟურნალისტი გვიერთება ახლა პირდაპირ ეთერში. გიორგი, მოგესალმები, მადლობთ რომ მონაწილეობთ ჩვენს გადაცემაში. საერთოდ რატომ მომწიფდა, ამგვარი კითხვით დავიწყებ, შეგიძლებართვით და შედგა ეს შეხვედრა როგორც ასეთი ერთგვარი ცივი ურთიერთობებიდან თბილ ურთიერთობაზე კი არ გადავიდნენ მაინც და მაინც, მაგრამ ხომ არ მიდიან მხარეები, მაშინ როცა ეს პრინციპში ბევრისთვის, მათ შორის შეერთებულ შტატებშიც, წარმოუდგენელიც იყო და მიუღებელიც არის, გავბედავ და ვიტყვი ასე. გადაცემის პარტნიორია Coca-Cola. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ეს არის ორი ყველაზე დიდი ეკონომიკა მსოფლიოსი და ორი ყველაზე დიდი გეოპოლიტიკური აქტორი, ხო? აქედან გამომდინარე, მათ შორის მაღალი დონის კონტაქტები მნიშვნელოვანია. ამის გარდა, რა თქმა უნდა, ეს ძალიან ბევრი პრაქტიკული საკითხი, რომელთა გადაჭრას ქვედა დონეზე დიპლომატიური შეხვედრებით და საუბრებით უბრალოდ ვერხერ ხდება და ასევე ის უნდა აღინიშნოს, რომ დონალდ ტრამპისთვის ამ ცერემონიულ მიღებებს, დახვედრებს და მას პრინციპის მიერ პატივისცემის გამოხატვას და მეორე მხრივ მას ახასიათებს აღფრთოვანება ამ დიქტატორების და ძლიერი ლიდერების მიმართ და მას ყოველთვის თავის თანასწორად უფრო ეგეთი ავტოკრატი ლიდერები მიაჩნია, ვიდრე მაგალითად დემოკრატიული ქვეყნის ლიდერი, ამიტომ მისთვისაც ეს მისაღებია. რაც შეეხება ახლა კონკრეტულ საკითხებს, ხო? ცოტა უკანო გადავიდეთ, ბოლო შეხვედრა მათი შედგა სამხრეთ კორეაში, ქალაქ ბუსანში, სადაც შეთანხმდნენ ერთგვარ სავაჭრო ზავზე. ხო ვიცით, როდესაც პრეზიდენტი გახდა დონალდ ტრამპი, მან დაიწყო ახალი სავაჭრო ომი, და სავაჭრო ომი დაიწყო მან არა მხოლოდ ჩინეთთან, არამედ მთელ მსოფლიოსთან, პრაქტიკულად არ დატოვა არც ერთი ქვეყანა მსოფლიოში, რომელსაც ტარიფები არ დაუწესა და მე ეს ქვეყნები ჩადიოდნენ, თხოვდნენ, რომ ამაზე შემიმცირე, იმაზე შემიმცირე ტარიფი და რაღაც მოლაპარაკებდნენ, მიდიოდნენ. მაგრამ ამ სავაჭრო ომმა გამოიწვია ერთი სერიოზული რაღაც, რომ ბევრ ევროპულ ქვეყანაში და კიდევ უფრო მეტად მესამე სამყაროს ქვეყნებში გააჩნია განცდა, რომ ამერიკა არის არასტაბილური პარტნიორი, რომელიც ხან ტარიფს მიწესებს, ხან ამას მიკეთებს, ხან იმას მიკეთებს და ძალიან ხშირად ცვლის ამ ჩინეთთან მიმართებაში. პროცენტები არ მახსოვს, თუ არ ვცდები 45 შესაძლოა ვცდები. ასე შეამცირა რომ რაღაც ბოლოს შეამცირა 10%-ით კი, აი ბუსანში შეხვედრა, სანამ აქ მოვალ, ის უნდა აღინიშნოს, რომ რიგი დადგა პეკინში მსოფლიო ლიდერების, სადაც პეკინი პოზიციონირებდა ესე, რომ აი ამერიკა არასტაბილურია, ეგ ტარიფებს გიწესებთ, მასთან ვაჭრობა არაპროგნოზირებადია და ჩვენ შევთანხმდეთ. და ამ შეთანხმებების მიზეზი მხოლოდ ის კი არ იყო, რომ ჩინეთს უნდა სასარგებლო პირობები შესთავაზოს ამ სხვა ქვეყნებს. ჩინეთის გრძელვადიანი სტრატეგია, რადგან ამერიკა ესეთი არასტაბილურია, ჩვენ ამერიკაში ექსპორტზე აღარ უნდა ვიყოთ ესე დამოკიდებული და მაქსიმალურად გავხსნათ სხვა ბაზრები, სადაც უფრო მეტ საქონელს გავიტანთ და აი ამ პერიოდში 2025 წლის პირველი ნახევრიდან დღემდე 2026 წელია ხა, სადღაც 20%-ით გადავიდა ჩინეთმა სხვა ქვეყნე ამერიკის გარეთ სხვა ქვეყნებში ექსპორტი. ანუ ერთგვარად ამცირებს ამერიკას დამოკიდებულებას, თუმცა ეს რა თქმა უნდა ესე მარტივი და სწრაფად მოხერხებადი არ არის. მეორე ძალიან დიდი თემა, რაც ამ სავაჭრო ომში გამოიკვეთა, ორი სისუსტე აღმოაჩნდა ამერიკის შეერთებულ შტატებში. ხო, ერთი არის რა თქმა უნდა საზოგადოებრივი აზრი, იმიტომ ჩინეთი დემოკრატია არ არის და იქ რამე გაძვირდება თუ გაიაფდება, ეს სიძიფინგზე გავლენას არ ახდენს. მაგრამ ამერიკაში შეგახსენებთ დონალდს უკაცრავად ჯო ბაიდენი გადაირჩიეს 3% ნახევრიანი ინფლაციის გამო. ხო, მთავარი მიზეზი ფასების დაიყო მისი გადარჩევის და ნებისმიერ ყევა ამ ბაზარზე რა თქმა უნდა გავლენას ახდენს პრეზიდენტის პოპულარობას. მაგრამ მთავარი არის კრიტიკული მინერალები, რომელზეც ერთგვარი მონოპოლია აღმოაჩნდა ჩინეთს, იმიტომ რომ ამის მოპოვება არის ეკოლოგიურად ძალიან ბინძური,
ძვირი და ჩინეთმა ამ სფეროში ინვესტირება დაიწყო 10 წლეულების წინ და ეს კრიტიკული მინერალები არის აუცილებელი ყველა მაღალ ტექნოლოგიური ჩიპის თუ სხვა ტიპის ტექნოლოგიის წარმოებაში და მხოლოდ ეხლა გააცნობიერა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, რომ ამ კონკურენციაში ის ჩამორჩენილია და უნდა დაუპირისპირდეს მას. და ალბათ ამ სავაჭრო ომის პირველ ეტაპზე გადამწყვეტი მომენტი იყო, როდესაც ჩინეთი დაემუქრა ამერიკას, რომ ეთქვა შეზღუდვებს დააწესებდა მისთვის ამ კრიტიკული მინერალის მიწოდებაზე, თუ რაღაც დათმობებზე არ წამოვიდოდა ამერიკა სავაჭრო ომში და საბოლოოდ მივიღეთ ეს ბუსანის ზავი, რომელიც უკვე ვახსენე, სადაც შეუმცირდა 57-დან 47%-მდე თუ სწორად მახსოვს ჩინეთს ტარიფები და შეთანხმდნენ რომ რაღაც ფორმით შემდეგ შეხვედრამდე გააგრძელებდნენ ამ ზავს. შემდეგი შეხვედრა უნდა შემდგარიყო დაახლოებით 1 თვის წინ, მაგრამ მოგეხსენებათ ირანში ომი იყო, აქედან გამომდინარე გადაიდო ამ შეხვედრის წარმოება და საბოლოოდ მოვედით ამ დღევანდელ შეხვედრაზე, რომელზეც არის რამდენიმე ძირითადი საკითხი, ხა რომელსაც ჩამოვთვლი, ხო? პირველ ამერიკისთვის პრიორიტეტული არის ბოინგების მიყიდვის საკითხი ჩინეთისთვის, სოიბინების მიყიდვის საკითხი ამ სოფლის მეურნეობის პროდუქტების და საქონლის ხორცის საკითხი და მოკლედ ამერიკის მთავარი მიზანი არის დღეს, რომ სავაჭრო პოლიტიკა ერთის მხრივ ჩინეთის ექსპორტის შეზღუდვასთან ერთად გაზარდოს თავისი ექსპორტი ჩინეთში, რომ მაქსიმალურად დააბალანსოს ის სავაჭრო დეფიციტი, რომელიც მე მგონი 200 მილიარდი დოლარია ეხლა სავაჭრო დეფიციტი ჩინეთის სასარგებლოდ, ხო? აი ამის დაბალანსება. ხო არ მეშლება სალდოზია ლაპარაკი, ანუ ექსპორტ-იმპორტის სალდოზია ლაპარაკი. სალდო არის ჩინეთის სასარგებლო დოლარს, ხო? ამის პარალელურად ჩინეთს, რა თქმა უნდა, გააჩნია თავისი ინტერესები. პირველი არის ეს ტექნოლოგიების გაზიარება და მოგეხსენებათ მსოფლიო დომინაციის მომავალს ერთ-ერთი რაც განსაზღვრავს არის ხელოვნური ინტელექტის კონკურენცია და ვინ უფრო მეტ და თანამედროვე ჩიპების წარმოებას შეძლებს, ვის ექნება მეტი ელექტროენერგია და მეტი წყალი ამ მონაცემთა ბაზების ცენტრების მუშაობისთვის და ანუ ამ პროცესში ვართ ხო ახლა და ამ მიმართულებით ჩინეთისთვის მნიშვნელოვანია რომ რაღაც დათმობა მიიღოს ტრამპისგან იმ ჩიპების იმ თანამედროვე ჩიპების მიღებაზე, რომელსაც აქამდე ამერიკა ჩინეთს არ აძლევდა და თქვენ შეამჩნევდით NVIDIA-ს გენერალური დირექტორიც იმყოფება დელეგაციაში, მასკთან და სხვა მაღალი დონის ბიზნეს ლიდერებთან ერთად და წინა ადმინისტრაცია სხვათაშორის ბაიდენის იყო ძალიან მკაცრად გამორიცხავდა ყოველგვარი ან ჩიპების მიწოდებას ჩინურ ელექტრომობილებზე ძალიან მკაცრი პოლიტიკა ჰქონდათ და პრინციპში ამერიკაში ეს ორპარტიული კონსენსუსია უკვე ამ ანტიჩინურ განწყობებზე შექმნილი და საინტერესოა ტრამპი ამ მიმართულებით ანაბირს გადადგამს გულისხმობ ჩიპების მიწოდებაზე ხო იმიტომ რომ მას შიდა რესპუბლიკური გიბოდიშებს შიდა რესპუბლიკური წინააღმდეგობაც ექნება არა მხოლოდ ქვედა არამედ ზედა პალატის დონეზე ექნება და ასევე უსაფრთხოების აპარატისგან ექნება ამაზე რა თქმა უნდა პირველ რიგში რომელსაც ის ასე თუ ისე უსმენს ხო მოკლედ ეს არის ძირითადად მთავარი ალბათ ასევე ეს არ ვიცი ეს მოლოდინი რამდენად გამართლება მაგრამ საერთაშორისო მედიაში განიხილება შეცვლის თუ არა ტაივანთან დაკავშირებით ფორმულირებას ამერიკის პრეზიდენტი. აქამდე ფორმულირება იყო რომ ჩვენ მხარს არ უჭერთ ახლანდელი წესრიგის სამხრივ ცვლილებას, რაც გულისხმობს იმას, რომ არც ჩინეთი უნდა შევიდეს სამხედრო ძალით ტაივანზე და დაიკავოს და არც ტაივანმა არ უნდა გამოაცხადოს დამოუკიდებლობა დაუშვათ. და ხო არ იტყვის, რომ ჩვენ ვეწინააღმდეგებით ამას, რაც იქნება ერთგვარი დიპლომატიური გამარჯვება სი ძინპინგისთვის. ჯერ ამბულია, მაგრამ სი ძინპინგის ამგვარი ეს შინაარსის წარმოთქმის ტრამპისთვის თქმის შესაძლებლობას. თუ შენ შეიჭერი ვენესუელაში და შეიჭერი ახლო აღმოსავლეთში, ისე როგორც შენი წინამორბედები, რა ვიცი, ახლო აღმოსავლეთში თუ სხვაგან ავღანეთში, მაგალითად. მე რატომ არა მაქვს ტაივანის ძალით დაპყრობის უფლება შესაძლებლობა. რაც ეპატიება იუპიტერს ის არ ეპატიება ხარს. ამგვარადაც შეიძლება მოვთარგმნოთ თუ სხვა რედაქციით ჩამოვაყალიბოთ ეს კითხვა. ეს არგუმენტი არის, რა პასუხი შეიძლება კონდეს ტრამპს ამასთან დაკავშირებით. ნუ აქ თან ერთ დიდი განსხვავება საერთაშორისო სამართლით ტაივანი ჩინეთის ტერიტორია ეს ამას ვერ გავექცევით ხო? რაც შეეხება თქვენს ამ ნათქვამს
თავისთავად ეს აქამდე არ მგონია მივიდეს საქმე, იმიტომ რომ ჯერჯერობით ჩინეთის ხელისუფლების პოლიტიკა ნამდვილად რამდენადაც ძალიან დიდ თანხებს ხარჯავენ სამხედრო აღშენებლობაზე და ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ტემპი აქვს მაგალითად გემთმშენებლობის და საზღვაო ფლოტზე დიდი აქცენტი აქვს და ასე შემდეგ იმდენადვე და წვრთნებს მუდმივად ატარებენ ტაივანის წყლებში, ალღვევენ მის აკვატორიასაც, მის საჰაერო სივრცესაც, იმდენადვე სხვათა შორის ერთი ბრძანება გამოსცა სი ძინპინგმა რამდენიმე თვის წინ, სადაც ნათქვამი იყო, რომ 2027 წელს ჩვენი არმია მზად უნდა იყოს ტაივანის სამხედრო ძალით აღებისთვის. ეს არ ნიშნავს, რომ 27 წელსვე დაიწყებს ომს, მაგრამ ესეც სიმბოლურად მნიშვნელოვანი აქტია ჩემი აზრით, ხო? აქედან გამომდინარე ხო, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ომისთვის ემზადება და ხვალ ან ზეგაპირებს იქ შესვლას. მისი თავარი ხაზი ტაივანის მიმართ პოლიტიკის არის, რომ იმდენად დომინანტი უნდა გახდეს ჩინეთი რეგიონშიც და მსოფლიოშიც და მეორე მხრივ რბილი ძალით, სოციალური ქსელების გამოყენებით, მედიის გამოყენებით ისე უნდა შეიცვალოს ტაივანის შიგნით საზოგადოებრივი აზრი, რომ თავად ტაივანში გაღრმავდეს პოლარიზაცია და გაჩნდეს ერთი მხრივ შიში და მეორე მხრივ მიმზიდველობა იმის მიმართ, რომ სხვა ფორმით მშვიდობიანად ან მე ერთ-ერთ ყველაზე დიდ სცენარად არა ომი განიხილება, არამედ საზღვაო ბლოკადა განიხილება, როდესაც საზღვაო და საჰაერო ბლოკადა მოხდება ტაივანის და ფიზიკურად ვერაფერი ვერ შევაიქა, სანამ არ დანებდება ხო ეს კუნძული. და ამის ერთ-ერთი გამოხატულება იყო რამდენიმე კვირის წინ შედგა ჩინეთში ტაივანის ოპოზიციის ლიდერის, გომინდანის პარტიის ლიდერის ვიზიტი, რომელიც შეხვდა სი ძინპინგს და ეს არის პარტია, რომელიც ოპოზიციაში, მაგრამ პარლამენტს აკონტროლებს პრეზიდენტის სხვა პარტიიდან, რომელიც უფრო ანტიჩინური განწყობითაა დემოკრატიული პროგრესული პარტიიდან და ეს პარტია უფრო აი ჩინეთთან ნორმალიზების, მოლაპარაკებების, ნაკლები რადიკალური მიდგომის მომხრეა და რაღაც სიგნალები მისი მიღებით და მისი დახვედრით სი ძინპინგმა აჩვენა და იქ ტაივანის მოსახლეობის ამ ნაწილსაც გაუგზავნა. თუმცა ამის იქით ეხლა სამხედრო ჩართულობას ამდენად უნდა ველოდოთ მე და აქ უნდა აღინიშნოს ეხლა ერთი რაღაც რამდენადაც დონალდ ტრამპი კრიტიკულია ტაივანის მიმართ ხო იმიტომ რომ ტაივანს ერთგვარი მონოპოლია გააჩნია მსოფლიოში ამ ჩიპების წარმოებაზე რაღაც ტექნოლოგიებზე და ის თulis რომ ამერიკასთან უსამართლო ვაჭრობა საწარმოებს ტაივანი და უბრალოდ იჩაგრება ამერიკა ის ეგრე უყურებს ნებისმიერ სავაჭრო დეფიციტს ის უყურებს როგორც ჩაგვრას თავის ქვეყანას ხო მეორე მხრივ მან უმსხვილესი შეიარაღების პაკეტების მიყიდვა დამატკიცა ტაივანისთვის ეს იყო 11 მილიარდიანი შეიარაღების მიყიდვა წინა წელს ეს იყო ერთჯერადი ყველაზე დიდი პაკეტი რომელიც შეუსყიდია ტაივანს ამერიკისგან არის კიდე მოლაპარაკებები ახალ პაკეტზე რომელიც ჯერ კონგრესში არ შესულა მაგრამ ამაზე საუბარი უკვე მიდის თუმცა ალბათ ამ ვიზიტზეც იქნება დამოკიდებული ეს უკვე წინსვლა იქნება თუ არა ამ მიმართულებით ამიტომ ესე ცალსახად თქმა რამე არა გიორგი იმას რომ ეს არის ერთგვარი სიგნალი ვაშინგტონიდან რომ პრინციპში აი ვესტები რო წინადება ჩამოვაყალიბო ბჭყალებში ჩავსვა პრინციპში მოემზადეთ თავდაცვისთვის უფრო შეკავების ხარდაჭერა ჩემი რომ არ დაგჭირდეს თავდაცვა ალბათ ეგეცაა და ისიც რომ ჩვენ არსად არ გავდივართ ალბათ ეგეც არის თუმცა ხო თulisatქმელია ძალიან ამ ვიზიტზე აი დაველოდოთ ეხა 2 დღე პრინციპში ხვალ უკვე გვეცოდინება საბოლოო შედეგები ამ ვიზიტის და გიორგი სინძიპინი ამბობს ამგვარ რამეს რომ არასწორი ნაბიჯები თუ გადაიდგმევაო შეერთებული შტატები და ჩინეთი ერთმანეთს თუ დაუპირისპირდებიან ან კონფლიქტის კი ჩაებმევიან ეს ძალიან ცუდი იქნებაო თანამშრომლობის ხელს გიწვდითო ასე სიტყვა სიტყვით არ ვთქვამს მაგრამ თანამშრომლობას ჯობს კონფლიქტსო არ გადავაყოლოთ ასე არ ვთქვამს მაგრამ ეს ჯინარსია ჩვენი ურთიერთობები ტაივანის საკითხს ან ნებისმიერ სხვა საკითხს ეს არის პეკინის სიგნალი ვაშინგტონისათვის ხო მეთანხმები კი ეს არის რა თქმა უნდა თუმცა განცხადებები ერთია და ერთია ასევე ტრამპის ტრანზაქციულობა და მისი სურვილი რომ ამ რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში და შიდა პოლიტიკურად მისთვის ძალიან რთული ვითარება ასევე ძალიან არაპოპულარულია მისი ადმინისტრაცია არჩევნებამდე სულ რამდენიმე თვით ადრე
ამის მიუხედავად რაღაც წითელი ხაზები არსებობს, რომელსაც ერთ-ერთი ამერიკის პრეზიდენტი ვერ გადაკვეთს რაღაცა კონსენსუსიდან და ტრადიციიდან გამომდინარე და მათ შორის ეგეთი არსებობს ტაივანის მიმართაც. ამიტომ აი იმ ფორმულირების შეცვლაც შეიძლება არ მოხდეს ამ ვიზიტისას და ზოგადად ამ მიმართულებით ბევრი არაფერი შეიცვალოს. აი, ახლა მელაპარაკე ახლო აღმოსავლეთზე და ირანზე და ორმუზის სრუტეზე. აი ამ ორმუზის სრუტე ახლო აღმოსავლეთ ირანი რა კონტექსტში განიხილეს ან განიხილება ამ შეხვედრების და საერთოდ შეხების წერტილები როგორ შეიძლება მონახონ მხარეებთან. დავიწყოთ იმით, რომ ირანი არის უმკაცრესი სანქციების ქვეშ და მისი ნავთობის 90%-ს ჩრდილოვანი ფლოტების სინგაპურში, მალაიზიაში თუ სხვაგან რეგისტრირებული კომპანიების მეშვეობით ყიდულობდა ჩინეთი ამ ომამდე. ოღონდ ეს ჩინეთის ყიდვა რა არის? ჩინეთი ყიდულობს ერთის მხრივ რაღაც თვალსაჩინო შეიძლება ვთქვათ, რომ ირანის ეკონომიკას არც უწყობდა, მეორეს მხრივ რადგან სხვა არავინ ყიდულობდა ირანისგან ნავთობს, მაქსიმალურად დაბალ ფასში ყიდულობდა და მაქსიმალურად არამომგებიანად ირანისთვის. მეორე არის ის, რომ ჩინეთს ძალიან დივერსიფიცირებული აქვს ვისგან ყიდულობს ნავთობს. ის არ არის რაღაც ერთ კონკრეტულ ქვეყანაზე დამოკიდებული, ხო? იქ დიდი წილი აქვს სპარსეთის ყურის სხვა ქვეყნებს და რუსეთს, რა თქმა უნდა, ხო? აქედან გამომდინარე, ამ ომმა ჯერ ირანის მიერ ჰორმუზის სრუტის ბლოკირებამ და მერე უკვე ამერიკის ფლოტის მიერ ბლოკირებული ჰორმუზის სრუტის გარედან ბლოკირებამ, უკვე ირანსაც ვეღარ გამოეტანა ვერაფერი, უკვე ნახევარზე მეტი მიწოდების, ნახევარზე მეტი შეიძლება ბევრია, მაგრამ დაახლოებით ნახევარი ჩინეთისთვის ნავთობის დაბლოკა, ხო? აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ეხლა ასეთ ქვეყნებს იაპონიას, ჩინეთს, სამხრეთ კორეას უზარმაზარი რეზერვები აქვთ ასეთი შავი დღისთვის ბრწყალებში, ეს შეიძლება იყოს 100 დღეც, 200 დღეც, მაგრამ ფასები მკვეთრად გაიზარდა ნავთობზე და ნავთობზე ფასების და ეხლა შიდა პოლიტიკურად წამბისთვის პრობლემაა, იმიტომ ხალხს ეს აწუხებს, მაგრამ ჩინეთის ეკონომიკისთვისაც ძალიან დიდი პრობლემაა ეს და ესეც საკითხი, ამიტომ ჩინეთის ბუნებრივი ინტერესი ის კი არ არის, რომ აუცილებლად ან ირანმა მოიგოს ომი და ან ამერიკამ, თუმცა პროპაგანდა ჩინური, რა თქმა უნდა, იმას საუბრობს, რომ ჩავარდნა ამერიკისთვის ეს ომი და მან ამ მიზნებს ვერ მიაღწია და არასტაბილურობა მოაქვს ამერიკას და ქაოსი. მაგრამ მთავარი ინტერესი ჩინეთის ხელისუფლებას არის, რომ სრუტე გაიხსნას და ის სტაბილური მიმოსვლა აღდგეს, რაც ჩინეთის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანია. ეხლა აქ მეორე საკითხია, რომ რამდენადაც ის ერთადერთი შემსყიდველი იყო ირანული ნავთობის, იმდენად და რაღაც ბერკეტი იდეაში უნდა გააჩნდეს, ხო, ირანის ხელისუფლებაზე. მეორე მხრივ ჩვენ უნდა ვნახოთ, ვინ მართავს დღეს ირანს. ირანს დღეს მართავს სრულიად არარაციონალური რელიგიური ექსტრემისტი ადამიანები. ჯგუფი ერთ ადამიანს ვერ დავაქმევთ. არის უზენაესი ლიდერი, თუმცა მასთან შეზღუდული კონტაქტი აქვს მისივე უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე. ქვეყანას მართავს აჰმედ ვაჰიდი, უშაქთა კორპუსის მეთაური, რომელსაც სერიოზული ესენი აქვს ტერორიზმთან. მას მართავს რეზაი, მოხსენ რეზაი, რომელიც იყო ყოფილი მრჩეველი ალი ხამენეის და კიდე რაღაც ჯგუფი ამ გუშაგების გენერლების, ხო, რომლებსაც ქვეყნის და სახელმწიფოს ინტერესები და იქ ეკონომიკა რამდენად შემცირდება, რეალი რამდენად გაუფასურდება და რამდენი მილიონი ადამიანი დარჩება უმუშევარი არ აინტერესებთ. რომ მათთვის ეს ირანი არის სახელმწიფო არის იდეა იმისთვის, რომ შეასკდეს ჭალებში ამ დასავლურ იმპერიალიზმს, სიონიზმს და ამ ხო აქედან გამომდინარე, ეხლა ჩინეთი ან პაკისტანი მათ რომ მეუბნები, აი პაკისტანი უმძიმეს მდგომარეობაში, რატომ გახდა პაკისტანი შუამავალი ამ მოლაპარაკებებს? უმძიმეს მდგომარეობაში ქვეყანა დარჩა უზარმაზარი მოსახლეობის ქვეყანა დარჩა ნავთობის დეფიციტია, საჯარო სამსახურები 4 დღიან სამუშაო დღეზე გადაიყვანეს, სკოლები დისტანციურ სწავლებაზე გადაიყვანეს, პრაქტიკულად ეკონომიკა გაჩერდა ქვეყნის იმის გამო, რომ ჰორმუზის სრუტე ჩაკეტდა და ისედაც ღარიბი ქვეყანაა, ხო ვიცით? ახლა ჩინეთს ეს საფრთხე არ ემუქრება, მაგრამ ანუ გლობალურ პრობლემას ქმნის ეს რეჟიმი, ამას გულისხმობ ირანის რეჟიმი. ამიტომ რომ შევაჯამო, ეხლა რა თქმა უნდა
ორი ინტერესი აქვს ჩინეთს. ერთია, რაც უფრო შეილახება ამერიკის ავტორიტეტი, რაც უფრო გაჯდება ხალხის თვალში, რომ ამერიკამ რაღაცას ვერ მიაღწია, რა თქმა უნდა, ეს მას აწყობს. მაგრამ მეორე მხრივ მას არ აწყობს ეს გლობალური ბლოკადა და ჰორმუზის სრუტის ბლოკადა და ნავთობის სტაბილური მიმოსვლის არასეობა. მაგრამ როგორც გითხარით, მე ვერ ვხედავ, რომ ჩინეთს რაღაც დიდი ბერკეტები ჰქონდეს ირანის ამ რეჟიმზე. ამ რეჟიმის წინააღმდეგ, ხო? და ხო, რომ პრინციპში რაღაც დეწოლა მოახდინოს ან აიძულოსო, რაღაც იმიტომ რომ ეს დაწყვეტილება რეჟიმი, წავიდნენ როგორც ამ ჩვენ მოლაპარაკებაში. როგორც ჩვენ ბრძანები და სავსებით მართებულად, პრინციპში მაინც მოდი დავარქვათ ასე, არაადეკვატური, მხოლოდ დასავლური იმპერიალიზმის დამარცხებაზე ორიენტირებული დამარცხებაზე ის წყალებში და ჩავსვათ, იმიტომ რომ ვერ დაამარცხებს ხადია დასავლურ ცივილიზაციას, ამაზე ორიენტირებული რეჟიმია. მე გავიდა და ვიტყვი არა იმიტომ რომ არა იმდენად იმიტომ რომ მიპასუხო ხამინეის ლიკვიდაციის შემდეგ კიდე უფრო უარესი ან არანაკლებ უარესი ჯგუფი ეგრეა, აუცილებლად ეგრეა. და მან თავად შეეცვალა ასევე ეს არის რომ ხამენეი იყო ბოლო გადაწყვეტილების მიმღები და ზოგჯერ უფრო მეტად უჯერებდა რადიკალებს, მაგრამ ზოგჯერ ზომიერებსაც უჯერებდა და ამის მაგალითია ბირთვული შეთანხმება რომ შედგა მაშინ 2015 წელს და თუ დააწყვეტა ციურიხის ლოზანის თუ ციურიხის პროცესი შვეიცარიის პროცესი კი ეხა უბრალოდ რამდენიმე ცენტრია გადაწყვეტილების, მაგრამ ვისაც ხელის დაჭერა შეუძლია იმაზე ბალისტიკური რაკეტების გასვლაზე, ისინი პოლიტიკური თანამდებობის პირებს არ უსმენენ. პირიქით ამ პოლიტიკური თანამდებობის პრეზიდენტი გამოვიდა და თქვა რომ სიგიჟე არისო, რასაც ესენი აკეთებენ. პირდაპირ თქვა ამ კაცმა და მაინც ისვრიან და ამასობაში ჩინეთს აქვს ინტერესები და ექსპანსიონისტური პოლიტიკა გავბედავ და ვიტყვი ასე რუსეთთან აი გუშინ გავესწრებს სოფლიოს მე-13 ჩემპიონის გარი კასპაროვის წერილს, წელი სტატუსი თუ დაწერილი გამოაქვეყნა. რაზე ლაპარაკობთ? რუსეთი უნდა დამარცხდეს უკრაინასთან ომში, იმიტომ რომ რუსეთი გადარჩესო, ესეთი ხაზია. იმიტომ რომ რუსეთი თუ არ დამარცხდება ამ შემთხვევაში უკრაინასთან ომში, ამ შემთხვევაში რუსეთის აღმოსავლეთით ჩინეთის ექსპანსია ისეთი ძლავრი იქნება, რომ მე სულ სხვა პრობლემების წინაშე დადგება ჩვენი ქვეყანაო, ჩვენი სამშობლო, ამას ამბობს გარი კასპაროვი. სად არის ამასობაში არაიმდენად რუსეთი მასზე კითხავ, ევროპა ხომ არ იჭყლიტება ის ამასობაში აღმოსავლეთიდან რუსეთის და გავბედავ და ვიტყვი ჩინეთის მხრიდანაც და დასავლეთიდან მისგან ოკეან გამოღბიდან ჭყლიტავს, ჭყლეთს თუ ჭყლიტავს შეერთებული შტატები და ცოტა არეულის არის ეს ევროპა, მე ესე მგონია. ერთია მისი უსაფრთხოება, გარდაულა დაუცილებელი, განსაკუთრებით პოსტ-ომის პერიოდში, იმ შემთხვევაში თუ რუსეთი არაადეკვატური იქნება და გარკვეულზე მაღალი ალბათობით არაადეკვატური კვლავაც იქნება, მაგრამ მეორეა რომ ის კარგავს პარტნიორს, დაკარგა პარტნიორი ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში შტატების. რაც არ უნდა მოძლიერდეს ევროპადან განცხადება გააკეთოს ევროპის ლიდერებმა, რომ აი ხა ჩვენ თავზე ვიზრუნებთ, მაინც ამერიკის მონაწილეობის გარეშე მე ცოტა ეჭვი მეპარება, რომ ის თვითკმარი იყოს. არ გულისხმობ ის და მაინც კონვერციულ ომს შუაგულ პარიზში, რასაკვირველი არა, მაგრამ ჰიბრიდულ ომს შუაგულ პარიზში თუ ზოგადად საფრანგეთში გულისხმობ. ხო, ეს ძალიან რთული კითხვაა. დავიწყოთ ალბათ იმით, რომ ამ სავაჭრო ომებმა, რომელიც პრაქტიკულად ყველამ გამოუცხადა, ყველას გამოუცხადა ტრამპმა, ერთ-ერთი იყო ევროპა, რომელმაც ერთი მხრივ სხვათა შორის მოლაპარაკებებში ბევრი რაღაც დაუთმო ამერიკას ამ სავაჭრო საკითხებზე. მაგრამ მეორე მხრივ მან ასევე გადაწყვიტა, რომ ჩინეთთან უფრო მეტად გაეღმავებია ეს ეკონომიკური კავშირები იმის გამო, რომ ამერიკა ეგეთი არასტაბილური და არაპროგნოზირებადი გახდა. მაგრამ ეკონომიკის მიღმა უსაფრთხოების არქიტექტურაზე როცა ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა, ეს განქორწინება ამერიკასა და ევროპას შორის, რაცა უნდა განცხადებები გააკეთოს ტრამპმა, რომ ვინმეს არ დაეხმარება თავდასხმის შემთხვევაში, ან მის ქვეყნიდან ჯარებს გაიყვანს, მხოლოდ იმაზე არ არის, რომ ამერიკა მეხუთე მუხლს არ ამოქმედებს, ან სადმე ჯარს არ შეიყვანს, იმიტომ რომ ეს 10 წლეულები არსებობს, მაგალითად, სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარება ამ ქვეყნებს შორის. 10 წლეულები ეს ქვეყნები აწარმოებენ ერთგვაროვან ჭურვებს, ერთგვაროვან რაკეტებს, ერთ და იგივე ტიპის სხვადასხვანაირი შეიარაღება აქვს. ამ შეიარაღების ზოგიერთ ტიპს მარტო ამერიკა აწარმოებს და ერთ ქვეყნები თვითონ ვერ აწარმოებენ და მაინც ამერიკისგან უწევთ შესყიდვა, ან პირიქით რაღაცებზე შეიძლება ამერიკა ამ ქვეყნებზე იყოს დამოკიდებული. ამიტომ
ეს კაცი კი არის ხელისუფლებაში 4 წლიანი ვადის, რომლის 2 წელიც უკვე გავიდა, მაგრამ ეხა ევროპაც რა თქმა უნდა ამას ხედავს, რომ ეს 4 წელი რომ გავა, მე ვიღაც სხვა მოვა, რომელთანაც შედარებით მარტივი იქნება დალაპარაკება და ანუ რამდენადაც ეხა ტრამპი ამბობს, რომ მე გერმანიაში შევამცირებ კონტინგენტს და პოლონეთში გადავისვი ან ამერიკაში დავაბრუნებ, იმდენადვე ეს მაინც ჯერჯერობით მე მგონია რომ ევროპას არ აქვს სიმძაფრის საქმე იმის რომ ეს მუდმივად ესე მოხდება და მაინც 4 წლიანი მოვლენა გონიათ შეიძლება. თუმცა ამის მიუხედავად ისინი რა თქმა უნდა ნაბიჯებს გამენ ერთგვარი სტრატეგიული ავტონომიისკენ, რომ თავად შეძლონ რაღაცას განვითარება და ჩვენ თუ შევხედავთ 2022 წლიდან დღემდე უკრაინაში ომის დაწყებიდან რამდენად აქვს გაზრდილი ევროპულ ქვეყნებს თავდაცვის ხარჯები, მათ შორის უკრაინას რამდენად ეხმარება ევროპა, მას შემდეგ განსაკუთრებით დონალდ ტრამპმა პირდაპირ სამხედრო დახმარება შეუწყვიტა. ანუ აქ კიდევ უფრო ჩანს, რომ ეს ეხა მოწოდებები ერთის მხრივ მარტივია, რომ აი გამოფხიზდით და რასაკეთებთ, მაგრამ საკმაოდ გამოფხიზლებულია უკვე ევროპა, განსაკუთრებით იმასთან შედარებით, ასურათიც 5 წლის წინ და 6 წლის წინ იყო და მეორე ალბათ რაც უნდა განვიხილოთ, არა მხოლოდ ევროპის, არამედ გლობალურ გეოპოლიტიკურ კონტექსტში არის უკრაინა როგორც სამხედრო სუპერძალა, რომელსაც ჩვენ არასდროს არ ვახსენებდით, ჩვენ კი არავინ არ ახსენებდა ამ კონტექსტში და ეს გამოჩნდა ალბათ 2025 წლიდან გაზაფხულიდან, აი თეთრ სახლში რომ შედგა ეს საშინელი შეხვედრა, სადაც დაპირისპირება მოხდა ამერიკის პრეზიდენტსა და ზელენსკის შორის, გახსოვთ თქვენ ცოტა ხნით სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდებას შეუწყვიტა ამერიკამ უკრაინას სამხედრო დახმარების სხვა მოდელი შეიმუშავა. ეს მოკლედ ის კრიზისული ეტაპი იყო, როცა უკრაინა აი ზღვარზე იყო რაღაც და მოლოდინები გაჩნდა, რომ ეხა ფრონტი ჩამოიშლება და ეს მოხდა, არაფერი არ მოხდა. პირიქით, მობილიზდნენ უკრაინელები, მეტი ინვესტირება გააკეთეს შიდა წარმოებაზე და უკვე მილიონობით დრონს აწარმოებენ ყოველწლიურად და გარდამტეხი მომენტი ბატონო ირაკლი ჩემი აზრით იყო, როდესაც უკრაინის თავდაცვის მინისტრად დაინიშნა მიხაილო ფედოროვი, რომელიც არის ნამდვილი ვარსკვლავი მსოფლიო პოლიტიკის და უკრაინული პოლიტიკისას, რომელმაც თავის დამტკიცებაზე უმაღლეს რადაში განაცხადა, რომ ჩვენი მიზანია თვეში 50,000 რუსის სამხედროს ლიკვიდაცია. ამ მიზანს უახლოვდება უკრაინა და ლიკვიდაციების 90% მოდის დრონების თავდასხმებზე. და ეს 50,000 საიდან მოდის რიცხვი, უფრო მეტი უნდა მოკვდეს, ვიდრე მობილიზაციის რესურსი აქვს რუსეთს. მეორე მიმართულება არის თავდასხმა რუსეთის ნავთობის წარმოებაზე და რუსეთის ენერგეტიკაზე, იმიტომ რომ რუსეთის სამხედრო ბიუჯეტს და ომს აფინანსებს ნავთობით ვაჭრობა და ნავთობის ესაა შემოსავლის მთავარი წყარო. და უკვე მარტის პირველ დღეებში რუსეთის ნავთობის წარმოების მესამედი იყო დაზიანებული და გაჩერებული და ჩვენ კადრებს ხედავთ 1300-1500 კილომეტრის მანძილზე უკვე უკრაინული დრონების დარტყმების. აი ეს ორი მიმართულება აქვს უკრაინას. ერთი ვაშინგტონში ხდებიან, გიორგი პრეზიდენტი ტრამპი, რომელმაც ესეთმა თქვა, რომ უკრაინაში გაუშვით ხალხი, რომ დრონების ჩამოგდება ისწავლონო და გაშვებაო და ეს კარგი დროა, ეხლა ხო დაიგვიანეს უკვე თქვენ გახსოვთ, როცა ტრამპი აბახობდა, რომ ჩვენ არ გვჭირდება უკრაინის დახმარება დრონების ჩამოგდებაში, ირანში როცა იყო ომი, მაშინ და ნუ მოკლედ ეს ამ გლობალურ ამბებს რო დავუბრუნდეთ, უკრაინა დღეს არის ევროპის უსაფრთხოების გარანტი პრაქტიკულად ამ ამერიკული ამბივალენტურობის ფონზე, ხო? და ისიც უნდა განვიხილოთ უკვე ამ გეოპოლიტიკური საუბრების ნაწილად და იმ მაგიდასთან, სადაც ეს დიდი ქვეყნები ერთმანეთთან დაილაპარაკებენ, ეს მინდოდა მეთქვა. და ბოლო კითხვა, გიორგი, ძალიან დიდი მადლობა. ამასობაში ჩინეთ-ამერიკის ურთიერთობის კონტექსტში, უკრაინის კონტექსტი. ფიქრი იმის ან მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ჩინეთი რუსეთის დახმარებას გააგრძელებს, როგორც ეხმარება იმ ფორმატით. შეიძლება უკვე აღარ არის სწორი. ყოველ შემთხვევაში, თუ ამერიკასთან ლაგდება ჩინეთი, შეიძლება ჩინეთმა გადააგდოს, მიატოვოს, ერთგვარად აღარ ეპარტნიოროს რუსეთს. ამ შემთხვევაში რუსეთს კიდევ უფრო მეტად უჭირს, ხო არ ვწდები?
გაუჭირდება. გაუჭირდა, მაგრამ იცით, აი მე ამ ფორმულირებას ბოლომდე არ დავეთანხმები, რომ ჩინეთი ეთანხმება, იმიტომ მეორეს მხრივ უყარება ხო? ეს უკრაინული დრონების კომპონენტები, რომლითაც უკრაინა მილიონობით დრონს აწარმოებს, ძალიან ბევრი ჩინურია. ეს ახლა პირდაპირ სამხედრო დახმარება არ არის ჩინეთის მხრიდან, მაგრამ ამას ხელს არ უშლის ჩინეთი. ისი ხელის შესაძლოა შეუძლია. რომ რაღაც კონტროლი დააწესოს ამათ ექსპორტზე. ამიტომ ჩინეთის პოზიცია არის რა? რაც უფრო იზოლირებული იქნება დასავლეთიდან რუსეთი, რაც უფრო ნაკლები დასავლური პროდუქცია შევა რუსულ ბაზარზე და რაც უფრო გაღარიბდება რუსეთი, ის უფრო იოლია ჩინეთისთვის მისი აღმოსავლეთის მოწყვლადია რუსეთი, მის უფრო დამოკიდებული ხდება ჩინეთზე რუსეთი და რაც უფრო არავინ იყიდეს რუსულ გაზს და ნავთობს, მით უფრო იაფად იყიდეს ჩინეთი მისგან და საერთოდ არ დაჭირდება დასავლეთის მიერ ფასებზე ზედაზღვრის დაწესება და ესა შეზღუდვების, ისედაც მაგას მოითხოვს ჩინეთი. ამიტომ ანალიტიკოსი გიორგი ლოლაძე იყო გიორგი ძალიან დიდი მადლობა ანალიტიკოსი გიორგი ლოლაძე იყო ჩემი სტუმარი რეალ პოლიტიკის ავტორი და ჟურნალისტი ეთერი რო სრულდება ეს ვისით მიხაილო ფედოროვი ახსენდა გიორგიმ ეს ეთერი რო დასრულდება 3 წუთის განმავლობაში მე მექნება მასთან შესაძლებლობა საუბრისა და ღიად რაც არ ითქმის იმას ვეთქვი მადლობა სათქმელ გიორგის სწორედ უკრაინის თავდაცვის მინისტრთან დაკავშირებით ერთი საინტერესო кейსი მაქვს. მოგეთ გიორგის მადლობა, წარმატება და გამარჯვება უსურვოთ. ჩვენი გადაცემა დასრულებულია. მადლობა გიორგი. გადაცემის პარტნიორია Coca-Cola.